მე და ლაშა დავიშალეთ. კაია ბერძნული ჭამა, კაია. ძალიან მში. ორი ხორცის ფენები. საინტერესო როგორ იქნება. ძალიან გაბრაზებული ვარ. სუპერ. თავს მოვიკლავ აქვე. დემრიელესია. ნახოთ ვიცი დასრულდება დღევანდელი ჩელენჯი და ძალიან კაია. აბა დავიწყე მარტო кейპ. სხვა ხელავს. ნაინო. გამარჯობა. მოგესალმებით საქართველოდან. აეროპორტის გზაზე მდებარე Smart-ში მოვედი. ავიღებ რამე სნექს აეროპორტისთვის, შევხედავ განრიგს, ჩამოვისხამ ყავას და მივეშურები საბერძნეთში. მოკლედ, კრეტული სუფრა დაიყრება, ბერძნული და უფრო კონკრეტულად კრეტული სუფრა, გიროსებით, ზღვის პროდუქტებით და გემრიელი ამბებით. ცოტა ვიმაიმუნე, ესპრესოს ხასიათზე ვარ, მაგრამ ეს დიდი ჭიქით ყავის ტარება მომწონს, იმიტომ რომ მინდა რომ გავიყოლო და დიდი ჭიქას ჩამოვასხე. ხო, რაც შეეხება იმას, რატომ ვარ მარტო, მე და ლაშა დავიშალეთ. ძალიან ხშირად ინლაქავებ და მაისურს და მე უბრალოდ მივხვდი, რომ არ შემეძლო ესე, აღარ შემეძლო. ყოველდღე დალაქავებული მაისურის ყურება. და იმ ადამიანის, ვინც მაისურს ილაქავებს. ჩემთვის უბრალოდ აუტანელი იყო. მან კი მითხრა, რომ მეო ამას ვერ გამოვასწორებო და ამიტომ დავიშალეთ. ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იქნება ტასო, რომელმაც გამოჩენა ჯერ არის სურვა. და ვნახოთ მერე თუ მოისურვებს. თუ არა და ვიქნები მარტო. მე აქედან რამეს ავარჩევ ახლა. ფრენების განრიგი აქ არის და აქვეა ჩემი ავთუშკის ახალი სენდვიჩები, რომელიც ძალიან გემრიელია, ყველაზე ძალიან მე მომწონს ის, რა ქვია, კახური. რადგან ჩვენ პატარა იუთუბერები ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ზაფხულში ეპიზოდები არ დავდოთ, აი ესე შვებულებებს უთავსებთ გადაღებებს. ეს არის ქალაქი რეთიმნო, ესე იწერება და ბერძნულად როგორ გამოითქმეს, ზუსტად არ ვიცი. ძალიან კუკუნა, საყვარელი ზღვისპირა ქალაქია. ცოტა ქალაქგარეთ არის ჩვენი სასტუმრო და ახლა გამოვიდით ქალაქში სასეირნოდ. ვიყავით ულამაზეს სანაპიროზე, კუნძულის მეორე მხარეს და ახლა ავარჩიეთ რაღაცა კარგი რესტორანი. ნახოთ, ბერძნულ ამბებს გავსიჯოთ. ახლა შეგიძლია მეკადანი. ეგრე ახლოთან ამი. Thank you so much. კრეტულ ბერძნულ ტავერნაში მოვედით. ოთონას ქვია, საოჯახო ტავერნა. რამდენიმე ათეული წელია არის და შეფიც დამფუძნებელია თვითონ, თავის სახელი ქვია. შევუკვეთეთ კრეტული ბერძნული ავთენტური კერძები. პირველი არის ფეტა საგანაკი, რომელიც საგანაკი კერძს არ ქვია, ამ ფეტას შეწვის მეთოდს ქვია. და არის ლეღვით და ყურძნის სიროპით. იგეთი სტარტერი მაქვს, შემწვარი კნაწუნა. რა თქმა უნდა, ტასო არ სინჯავს და ამ ყველაფერში მარტო ვარ. საერთოდ არც არაფერი შეუკვეთა ამ ძალიან საყვარელ ბერძნულ ტავერნაში. იმიტომ რომ ინტერიერმა არ დააკმაყოფილა არასაკვარისად გაბრანჭულია. კაი, კრეპი ჭამა დაშიადა. საინტერესო ამბავია ამ მარილიან ფეტასთან, ძალიან ტკბილი ყურძნის სიროპი და ლეღვი. ალბათ ძალიან არ მომენატრება ფეტა საგანაკი, მაგრამ ცუდი არა. მართლა საინტერესო გემოვა.
დესერტივით არის უფრო სიტკბოს მიახ უფრო მეტად ვიდრე სტარტერია ახლა ეს ჩემთვის. ცამეთ ზახრაწუნა. ფეტა ჩამდნარი, ცოტა ხაჭოსებრი მასა აქვს. და ლეღვი კაია. მე ძალიან თბილია რა. გადავედი მეორე კერძზე, რომელიც ძველი ბერძნული კერძია, მუსაკა ქვია და მზადდება ბადრიჯნისგან, კაბახსაც ხედავ, ფარშისგან და ცნობილმა ბერძენმა შეფმა დაამატა ბეშამელიც და თანამედროვე სახით ბეშამელითაც მზადდება. ზოგადად ეს ნიკოლაოსი ბერძნების ბარბარე ჯორჯაძეა ფაქტობრივად. ფრანგული ზეგავლენით განაახლა ბერძნული და წიგნიც აქვს გამოცემული და ბერძნების სამაგიდო წიგნებითა კულინარიული. გამგემრია. ფარში არ არის ძალიან ბევრი. ბოსტნეული უფრო მეტია და ეგ მომწონს. ბეშამელი მაგრად უხდება. დემრიელესია. ლაზანიას ვაიბით არის, ოღონდ ბოსტნეულით, ცომით არა. გადასარევი კერძია. მეწოდინება ხოდა ყოჩაღ ნიკოლაოს, იმიტომ რომ ბეშამელი მართლა ძალიან უხდება. უფრო ფაფუს ხდის. სულ არ არის, მაგრამ მარილიც მოზომილად აქვს. მოკლედ, მივხვდავთ იმისა, რომ ხორცით არის საკმაოდ მსუბუქი კერძია და ცხელი. კაია. კაი. ჩემი ბერძნული გასტრონომია დღეს ამით დასრულებულია. დაგიბრუნდებით აუცილებლად ერთი თევზის კერძით და რა თქმა უნდა გიროს გავსინჯავთ. მე და ტასოსაც აინტერესებს, ქათმის თუ იქნებაო, ქათმისაც გავსინჯავო. კაი, მე გავაგრძელებ ჭამას. ტასო შეგიძლია გაჩვი. რა აზრი აქვს, მაინც არაფერი გიდევს. დღეს თევზის დღე გვაქვს. აქაური თევზია. Fish of the day მენიუში იყო სიბასი. სიბას გავსინჯავთ. რაღაცა კარგი რესტორანი არჩიე ტასო. ხასიკა ქვია. მე კი ვიცი რომ ვისიამოვნებ, მაგრამ ტასო დიდ რისკზე წავიდა. ესეთი fine dining რესტორნის ხათრით სიბას ჭამს და ვნახოთ რითი დასრულდება დღევანდელი ჩელენჯი. მე რომ მომეწონება კი ვიცი. მე სახში მაგ. ანუ გასინჯები სიბასი და მომეწონება. ხო, დაგაპდეითებთ რა მოხდება დღეს. მაგრამ თუ არ ჭამა, თავს მოვიკლავ აქვე. ამათ თვალწინ. კი, ტასოს მოკლავ ჯერ და მერე მოვიკლავ თავს. კაია რომ გადახადეს. გადაგხვადეს. კაია კიკეთი. აი, ესეც გარჩეული ბოსტნეული. ზეითუნის ლიმონი და კიდე რაღაცა არ ვიცი პრესინგში. და ესეც თევზი. ტასოსიც მზად არის. აბა, ეხა გავსენჯოთ. კაი, დავიწყე. ძალიან მშია. აი, ისე მშია, რომ იმის იქით რო არ შეიძლება. კაია. კაია? გრილია, რა? სანამ გარჩევს გაცივდა. ძალიან კაია. ჩვენთან რატო არ არის ესეთი გემრიელი თევზის კერძები რესტორნებში? ან თუ არის მილიონი ღირს. ბოსტნეულის ძალიან გემრიელად არის მომზადებული. მართლა კაი რესტორანია. ტასო, მართლა მოგწონს თუ გული რო გამიკეთო, იმიტომ იძახი.
ევზი არის თან რბილი, თან გამომშრალი არ არის, დრესინგი ძალიან გემრიელია, წვნიანია და ბოსტროლერიც ცოტა ხრაშუნა. კაი. თუ კიდე გამოგაჩენ. ბროკოლიც და ყოველოვანი კომბოსტოსაც ხრაშახნოში გავუდის, მაგრამ უხდება. დროებით გემშვიდობებით. იმიტომ რომ აქ სულ ჯავშნებია, ჩვენ არ დაგვიჯავშნია და 9-მდე გვაქვს დრო. დღეს ძალიან ქარიანი დღეა. გამოვეწყვეთ და მივდივართ ქალაქისკენ. ჩვენ ცენტრში არ ცხოვრობთ. აი ესე ქალაქგარეთ ცხოვრობთ სანაპიროზე და ნახეთ როგორი ტალღებია. ცურვა არ შეიძლება, წითელი ალმებია ამართული, მაგრამ მე მაინც გოგლი მომდის ისე მინდა ზღვაში. ილი ცოტა გავიუჯე. ნეტა რა შვება ჩემი ლაშიკო დაგდებული. უპატრონო. ხება მოწმო ნაბახუსევი არის თუ არა? სამაგერ ბევრი მაისური ვუყიდა. დაიწუწავს და დაილაქავებს. ბევრი სათადარიგო მაისური იქნება. იაპონურ რესტორანში მოვედით. თმა ჩემმა ქარმა ჩემი თმა სასწაულად დაყენა, განსაკუთრებით მარჯვნიდან მიბერავდა. დასოს ძალიან უყვარს სუში და მეც მიყვარს. ნახოთ, შევადაროთ როგორია. თბილისში სუში განსაკუთრებით ბოლო დროს ტორტივით არის ხოლმე. ყველგან კრემყველია შეტენილი და ზედ არის რაღაც სასახლეები დაშენებული, ხო და ეგ არ მიყვარს. გავსინჯოთ ასევე იაპონურ ჩიზკეიქს. საინტერესოა როგორი იქნება. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. 6 ცალია ეს ნიგირი, ორაგულეს ღირ და 7 ევრო, ხო? რაღაც. ძალიან გემრიელია. გადასარევი სუშია. ესე იგი არ უნდა ამ სუშის ტორტები. საერთოდ როგორც წესი, სუში აი ამ ზედა მხარიდან ოდნა უნდა ჩააწოს სოიოში, არ უნდა ჩალბო დაბანაო, მაგრამ მე მიყვარს ჩამბარდა დაბანაო. ეს არის ტუნა. ძალიან დიდია და ძალიან გემრიელი. მოგწონს? ჩემსაც გემრიელად მივირთმევ. ცოტა პატარა რო იყოს, ამას გაიქნა. უფრო გემრიელად შევჭამთ. ვიწყინე. არ გვაქვს ჩიზკეიქი, არა და იაპონური ჩიზკეიქის გასინჯვა მინდოდა. მოკლედ, ჩეკი მოვიდა უზარმაზარი სუშები და როლები ძლივს ჭამეთ, ვეღარ სულთქავთ მე და დასო. უბრალოდ დატოვება და გვენანა და კოკა-კოლა 25 ევრო. ძალიან იაფია თბილისთან შედარებით. მოკლედ, ძალიან გაბრაზებული ვარ. იაპონურ რესტორანში არ იყო იაპონური ჩიზკეიქი და აქ წამოვედით მე და დასო სხვა ადგილას, რომელიც არის ცხრის რძისგან დამზადებული ნაყინი იყიდება. Sheep milk. გემრიელია. ცოტა ცხრის დუმის გემოდაკრავს. რავი, კაი ნაყინია რა, ცუდი არ არის. მართლა უცნაური უცხო გემო. კივის არომატით არის და ვიტყოდი რომ გასინჯვა ღირდა. მართლა გემრიელია. კრეტა არის ცნობილი ზღვის პროდუქტებით და ზღვის პროდუქტების რესტორანში მოვედით, რომელიც გადაჭედილია და ჯავშნა უნდა და წინასწარ დაახლოებით 9 საათი მოგვიწია ლოდინი და დაგვსვეს. ცოტა ისეთ ადგილას დაგვსვეს. ქუჩაში ვართ ფაქტობრივად, მაგრამ ნუ აღარ ვჩივი, არა უშავს, აი რიგი.
აი, შიგნით ესეთი ამბავია. ქარი რო არ იყოს, გარეთ იქნებოდა გახსნილი და ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება ეს რესტორანი გახსნილი. მაგრამ ახლა ესეა. აგერ ბატონო ზღვა, რომელიც ისევ ღელავს. ზღვა ღელავს. ნაინო. აი, ველოდებით ძალიან გვშია. ტასომ შეუკვეთა შემწვარი კალმარი და მე შეუკვეთა ზღვის პროდუქტების პასტა, რიზონი. ჩემი და ტასოს ტკივილი არის სტარტერად, რომ მოაქვს ძალიან გემრიელი პამიდორი და ზეითუნის ზეთია. მერე გეჭმევინება მთელი პური. და მერე აღარ გაქვს ძირითადი კერძის ჭამის თავი. პამიდორი ახალია, ფრეშ არის, აქვე დაჭრილი თუ დაბლენდერებული და ჩოფერებული არის და ზეითუნის ზეთი რა თქმა უნდა გადასარევი აქვს. კაია ბერძნული ჭამა, კაია. ტასო ჭამა ერთი ნაჭერი. ხალხი რიგში ვინც არის, ჩამოსხდნენ. მოიტანეს ძალიან დატვირთული რესტორანი, ძალიან ქვშია და ტასოს ყერმარები. და ჩემი რიზონი. ეს არ გეგონოთ ბრინჯი და რიზოტო, ეს არის პასტა ბრინჯის ფორმის. და იტალიაში და საბერძნეთში განსაკუთრებით პოპულარული კერძია ეს ზღვის პროდუქტების რიზონი. აია. ცოტა რიზოტოსავით ტექსტურა აქვს. კრემისებრია და ფაფისებრია რიზოტოსავით. უმაგრესია. ღირდალოდინად, ჩემი ძალიან კაია. შენი? ჩემი პროზრა ცოტა. ცოტა? კიდე შეუკვეთე თუ. ძალიან გემრიელია. იმიტომ ამ რესტორანში ესეთი ამბავი და რიგები. და გემრიელი საჯმელი აქვს. აი, სულ ეს იყო, მე ხა გემრიელად შევჭამ ჩემს რიზონის, რომელიც სავსეა ზღვის პროდუქტები. ყველა რესტორანში მოაქვს კომპლიმენტი. ეს კომპლიმენტი ტკბილი და დესერტი და ხილი გავიე, მაგრამ მოაქვს შოთიც. ნახე, დაგვისხეს, ესე მოგვიტანეს. და შორტი ხანაყინი და შორტი. და ნაყინიც მოგვიტანეს. წინა რესტორანში ორგანს საზამთრო და შოთი მოგვიტანეს. თევზის რესტორანში ძალიან გემრიელი დესერტი იყო. ხო, იქ არ იყო შოთი. აი, ნაყინს ტასო შეჭამს, შოთს სამწუხაროდ არავინ დალევს. გამარჯობა. იგივე რესტორნიდან კიბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა და ახლოს არის ჩვენს სასტუმროსთან და ოღონდ სხვა კერძით. ამჯერად ისევ ბერძნული კერძით, ყველაზე ცნობილი ქუჩის საკვებია, სტრიტ-ფუდია საბერძნეთში და არა მარტო საბერძნეთში, გიროსი. ტრადიციული მზადდება გორის ხორცით და ჩემი ცოტა არა სტრიტ-ფუდული ფორმით არის, რადგან რესტორანში ვსჯავ, აი ესე გამოიყურება. ძაძიკი აქვს. ფრი და ღორის ხორცის ფენები. ვაიმე, უზარმაზარი კერძია, მას რა მაჭმავს ბოლომდე. ნახე, ქვევით არის соуსი და კარტოფილი. აი, დავიწყე. გემრიელია. აი, ძალიან გემრიელია. ხორცია. კარგად მობრაწული და ძაძიკი ისე უხდება. ცოტა მეტი კაი იქნებოდა. რავი, პურის თხელი ფენა აქვს. ძალიან გემრიელად არის შესუნელებული, შეზავებული ხორცი. სუპერ. ცოტა მეტი соуსი ძალიან მოუხდებოდა, იმიტომ რომ გემრიელესია ეს ძაძიკის соуსი. აი, გემრიელესი.
ხალხი სიმხელა ნაკადი მოძრაობს მაინც ამ რესტორანში. ეს არის ჯილდოები. ჩეკაუთდით სასტუმროდან გამოვედით უკვე და ბოლო ჭამა მექნება. ავერნა აკროპოლი არის ჩვენი რჩეული. იმ ნიშნით ავარჩიე, რომ ზედ სანაპიროზე არ არის და ადგილობრივებსაც უყვართ აქ მოსვლა. აი ესე გამოიყურება. ჰერადი, კუნკულიკო. ჯერ ადრეა, დიდად არავინ არის ავერნაში. ასო მოთავს და მინდა რომ მეზეები გავსინჯო, ანუ მეზეები არის ბერძნული სტარტერებივით დასაშერებელი პატარ-პატარა კერძებია, ცივი კერძები, რომლითაც იწყებენ ჭამას, ხო და ასო ვერ მეშველება ამ მეზეების ამბავში და ვნახოთ. მარტო რამდენს მოვერევი. აბა, ჩემ ლაშიკოს მოვიკითხავ. ამ ლუდის პაკლეთ ჩამოსასხმელი ბერძნული ლუდია. საერთოდ ჩემი აზრით სიცხეში უნდა იკრძალებოდეს ლუდის დალევა, იმიტომ რომ პირველი 5 კლუბი გადასარევია, მაგრამ მერე საშინლად მოქმედებს. აი ხო არის ცხონება, მაგრამ მერე კატასტროფაა. წინა ეპიზოდს მინდა გამოვეხმაურო. ლაშას დაუწერეს რა უგულოდ ჩაწერეო და არ ჩაუწერია უგულოდ, უბრალოდ სხვა საქმეებიც ქონდა და ზედიზედ მოუწია გადაღება. ჩემგან განსხვავებით თლად ისე ვერ ტკბებოდა გარემოთი, როგორც მე. შვენიერი ჭამაა საბერძნეთში, ვერაფერს დაუწუნებ. გემრიელი. კრეტაზე მინდა მოგიყვეთ 2 სიტყვით. ბევრი ისტორიკოსი თურმე თვლის, რომ აქ დაირწა ევროპული ცივილიზაციის პირველი აკვანი 4000 წლის წინ. აქ იყო ევროპის პირველი განვითარებული სასახლეები თავის კანალიზაციის სისტემით და სავაჭრო ქსელით. ხო და ძალიან ისტორიული ადგილია და კუნძულია, მოკლედ არ არის ხელწამოსაკრავი. მოგვიტანეს, ეს შეკვეთის გარეშე მოიტანეს. აი ეს არ ვიცი რა არის. აი რაც არის. ყველგან მოაქვთ შეკვეთის გარეშე ესე ხემსი, რომ სული მოითქვა. აი ეს რაღაც კაი რამე ჩანს, გახუხული პურია, ხრაწუნა. ძალიან კაია. ვისი მუსია? ძალიან გემრიელია. გავარკვევ და გეტყვით. ეს პომიდორი და ზეითუნის ზეთი უკვე მრავალჯერ გავსინჯა. ძალიან ასომი გემო. აი, ბევრს არ შევჭამ, იმიტომ რომ კერძები რომ მოადგილი დამჩეს. ხიზილალის მუსი. ყოფილა ეს, რომელიც ძალიან გემრიელია. ეს არის ტოლმა. აბა დავიწყე მარტო ქეიფი. ასომწაღან სანაპიროზე ჭამა და ესეც ბერძნული ეს არის. საუზმესავით არის ნახე პური. ფეტა. ზეითუნის ზეთი და პომიდორი. აია, ახალი ცინცხალი ზაფხულის კერძია. სხვა რო არაფერი მოგინდება ისეთი. გადავიდეთ ტოლმაზე. ცაციკი. აბა ვნახოთ როგორია ტოლმა. გადასარევია. უღორცოა.
მარტო ბრინჯია და კიდე უფრო მეტად მომწონს. Oh, thank you. Yes, thanks. Hello. ბრინჯი ისეთია, პილპილი, აი შილას რო ბრინჯი აქვს, ეგეთი ფაქტურის და გემოსია შიგთავსი რა. რაღაც აი მუქია, პილპილით შეზავებული. აი ესეთი შიგთავსი აქვს. ჩვენ ამას საზაფხულო ტოლმას ვეძახით. ეს გახლავთ მიდიების საგანაკი. საგანაკი ნიშნავს, მე მგონი წინა ჭამის დროსაც თქვი მომზადების ტექნოლოგიას რა. იმაში მზადდება ტაფაში. წინა ეპიზოდში ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა, რომ აი ამოწობის ბედნიერება როა ეგეთი არაფერია და ამოვაწოდ. ვახოს ნოუ-ჰაუა. სადაც კი რეჰანის ეპიზოდში ყოფილა ვახო კანდელაკი ყველგან ამოწობას გვასწავლის და უზნეოდ უნდა ამოვაწო. გენიალურ ჭანია. ძალიან ცუდ საჭმელი აქვს და კაია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ზღვის პროდუქტების ხარჯზეც ხდება. ნახვამდის იმედია ფრენაზე არ დავრჩებიან ლუდის გადამკიდე. ასო შენ ფანტასტიკური ოპერატორი ხარ. მადლობა.